მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. გადაცემა ეკონომიქსის გენერალური სპონსორია Heidelberg Cement. შენობის სიმყარეს ცემენტის ხარისხიც განაპირობებს. თუ მშენებლობას იწყებთ, Heidelberg Cement. უკეთესი მშენებლობისთვის. გადაცემის სპონსორია ლუცახარში ზედაზენი. ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი და გერმანული ლუცახარში ბიტბურგერი წარმოგიდგენთ. პრემიუმ ლუც, კიონიკ პილსნერი. გუნიშ პილსნერ. დააბირგვინე წარმატებული დღე. ფინანსთა სამინისტრო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მინისტრის გადამზიდავებთან დაკავშირებულ ბრძანებულების გაუქმებას ითვალისწინებს, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ცდილობს თუ არა ამით ფინანსთა სამინისტრო დროის მოგებას კვირის მთავარი ეკონომიკური თემით. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პროცესი მოიგო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნოდარ ხადურის ბრძანების გაუქმება პრესიერად მოხდება. გადამზიდავები კი როგორც თავად აცხადდებენ, ზარალდებიან. არის თუ არა საქართველოს პოსტა პრივილეგირებულ მდგომარეობაში და რატომ აჭიანურებს ნოდარ ხადური ბრძანების გაუქმებას. ასევე საქსტატი ეკონომიკური ზრდის პირველი კვარტლის წინასწარ შედეგებს ივნისის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს. პირველად ინფორმაციით კი პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ მხოლოდ 1.7% შეადგინა. შესაძლოა თუ არა ეკონომიკური ზრდის 6%-იანი შედეგები გადაიხედოს. რა უნდა გააკეთოს მთავრობამ ეკონომიკაში, კითხულობს მთავრობის ხელმძღვანელი და თავადაც პასუხობს. უნდა შექმნას პირობები და კონკურენტუნარიანი ბაზარი. ეს პირობები თითქმის შექმნილია და რაც დარჩენილია ამას დავხვეწ აცხადებს პრემიერ-მინისტრი. დღეს ეკონომიკის შეკითხვებს ეკონომისტი პროფესორი ლადო პაპავა უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში კი შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 და დასვათ შეკითხვა პირდაპირ ეთერში. კვირის მთავარი ეკონომიკური თემა სტუმართან ერთად. ბატონო ლადო, გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბევრი საკითხი დაგროვდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, მაგრამ მე მინდა დავიწყო კვირის თემით, ანუ კვირის დასაწყისში ყოველ შემთხვევაში ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პროცესი მოუგო გადამზიდავებთან დაკავშირებით, თუმცა როგორც გაირკვა, ეს არაფერს არ ცვლის ამ ეტაპზე. თქვენ როგორ მე ვიცი თქვენი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ექნება მსმენელისთვის გავაკეთოთ განმარტება, რას ნიშნავს საერთოდ ეს ბრძანებულება? საერთოდ რა არის, იცით, ყოველთვის არის ასეთი მიმართულება მთავრობასა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობას. მე გულისხმობ ლეგალურ ურთიერთობას და ასე ვთქვათ, მოთამაშეთა ინტერესებს. ბიზნესი ყოველთვის დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტი შემოსავალი ჰქონდეს, მეტი მოგება მიიღოს, მთავრობიდან ელის, რაც შეიძლება შეღავათიან პირობებს. ხოლო მთავრობის ინტერესი და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ფინანსთა სამინისტროს ინტერესი არის, რომ ბიუჯეტში შევიდეს გადასახადები. შევიდეს და გაიზარდოს გადასახადების ოდენობა, იმიტომ რომ მთავრობას აქვს აღებული სხვადასხვა ვალდებულებები, რომელიც არის გაწერილი ბიუჯეტის შესახებ კანონში, უნდა იყოს ხარჯები, ამ ხარჯებს სჭირდება შემოსავლები. ანუ ეს არის ლეგალური თამაშის წესები და ყოველთვის აქ არის ლეგალურად ინტერესთან დაპირისპირება. მაგრამ რეალურად მოხდა ის, რომ სწორედ იმას, რომ აღრიცხვიანობას შეეწირა კონკურენტული გარემო გადამზიდავებთან დაკავშირებით. ასე რომ მე ფინანსთა მინისტრის მესმის, იმიტომ რომ მას უნდა რომ უკეთესად იყოს აღრიცხვიანობა სისტემაში და გადასახადების შევიდეს და ნაკლებად იყოს ცდელობა გადასახადების გადახდიდან თავის არიდების, თუმცა უკეთესად, კიდევ უფრო უკეთესად მესმის ბიზნესის, რომელმაც ამაში დაინახა მისი უფლებების შეზღუდვა, კერძოდ კონკურენციის შეზღუდვა. ანუ ბატონო ლადო, ჩაგეკითხებით, აღრიცხვიანობის მოწესრიგება, ანუ აქამდე არ ხდებოდა ეს ადმინისტრირება სწორად და ეხლა ხდება თუ რა მოხდა? ეთქობა ფინანსთა სამინისტრომ შეისწავლა ამ გადამზიდავებთან არსებული ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენ ძველ პირობებში უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველთვის რა იყო, ეს გადამზიდავების უყვალა ვინც მუშაობდა, იყო ხელისუფლებასთან შეკრული და ამიტომ გადაწყვეტა, რომ გარკვეულად მოწესრიგებული იყოს სისტემა, ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა მე მათ ადგილზე ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. რატომ მიიღო საქართველოს პოსტის სასარგებლოდ ამ შემთხვევაში? საქართველოს პოსტა ამ შემთხვევაში არის ყველაზე ესეთი ფორმალიზებული სტრუქტურა და ასე ვთქვათ, გაიადვილა ფინანსთა სამინისტრომ ამ სტრუქტურათან ურთიერთობა, მაგრამ ეს რა თქმა უნდა კონკურენციას ზღუდავს, ამიტომ მე მესმის პროტესტის, რომელიც ჰქონდათ გადამზიდავებს და სავსებით ლოგიკურად მიმაჩნია სასამართლოს გადაწყვეტილებაც. გამოსავალი რა არის ამ? გამოსავალი რა არის? გაგრძელდება ახლა. იცით, ეს არის უკვე სამართლებრივი საკითხი. ეკონომიკურად
შემიძლია გითხრათ მესმის რატო გააკეთა ეს ფინანსთა სამინისტრომ, თუმცა სწორი არის ის, რასაც ითხოვენ გადაზიდვები. რაც გამოსავალი კი არის სასამართლო პროცედურებში. ბუნებრივია რომ ის რომ მოიგეს საქმე გადამზიდავებმა მიდის ახლა გასაჩივრება ფინანსთა სამინისტრომ. დროში იწევლება და იცით რა, მე მახსოვს ეს პირველი შემთხვევა არ არის ქართულ სინამდვილეში. მსგავსი რამე ადრეც იყო. მაგალითად 90-იანი წლების ბოლოს ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა მაშინ ის არსებობდა საჩივარი შეიტანა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ, რადგანაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასცა ლიცენზია, რომ თურმე მოლდოვას და უკრაინაში უნდა ჩამოეცხადოთ ქართული ღვინოები. ეს იყო ფალსიფიცირება. და ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა გამოიტანა, უბრალოდ ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა აკრძალა ეს ქმედება და უჩივლა ამას სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და დაუჭირა მხარი სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ანუ პრაქტიკულად გადაწყვეტილება მიიღო და მხარი დაუჭირა ფალსიფიცირებას. ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა გააგრძელა ჩივილი, გადავიდა შემდეგი დონის სასამართლოში, ბოლო-ბოლო საქმე მივიდა უზენაეს სასამართლოში. უზენაეს სასამართლოში ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა საქმე მოიგო მაშინ. მაგრამ უკვე ისედაც ვადა გაუვიდა სოფლის მეურნეობის იმ სამინისტროს გადაწყვეტილება. იქამდე რომ ვადა ისედაც გაუვა 2019 წლის 1 იანვარს. ბოლომდე არ გაუვა, ცოტა დარჩება. ანუ რეალურად მაშინ რა მოხდა? მორალურად ანტიმონოპოლიური სამსახური გამოვიდა მოგებული, ხოლო ფაქტობრივად სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაც უნდოდა და რა კორუფციულ სქემასაც აკეთებდა მაშინ და ხელი შეუწყო ქართული ღვინოს ფალსიფიცირებულ უკრაინასა და მოლდოვაში ეს გაკეთდა ბოლომდე. ანუ იგივე შემთხვევასთან გვაქვს უზენაეს სასამართლომ გაამართლა. ახლა მე გავიხსენე ეს სასამართლო დავის პროცედურასთან დაკავშირებით და ახლა არ ვიცი შეიძლება მომდენო საფეხურის სასამართლომაც მიიღოს გადაწყვეტილება და დაუჭიროს მხარი ისევ ხო აქ ხომ თავარია პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს ბატონ ლადო ეს პრობლემა გეუბნებით ახლა მე პირადად მე ხას უსვა მე მესმის რომ რატო გააკეთა ეს ფინანსთა სამინისტრომ თუმცა გეუბნებით მე მის ადგილზე ამას არ გავაკეთებ. თქვენ მრჩეველთა საბჭოს წევრი ხართ, რომელიც არის ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი და თორსტები 2 კვირის წინ შეიძლება თარიღი მეშლებოდეს გაიმართა შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან. მაშინ იყო საუბარი, რაც გამოვიდა ინფორმაცია, იყო ეკონომიკურ დასთან დაკავშირებით. ალბათ ამ თემაზეც ქონდათ. ამ თემაზე ატოფილად. წინაც არის განსაზღვრული ხოლმე დღის ეს რიგი, ბოლო შეხვედრა ეხებოდა ახალ ცვლილებებს, რომელიც პროექტიც მოამზადა ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსს შესატანს არა მარტო სოფლის მეურნეობის კოდექსს საგადასახადო პაკეტი მისი განხილვა იყო და ეკონომიკაში შექმნილი მდგომარეობა ესახებოდა აი მის დისტემპების შენელებას რომელიც აქვს ქვეყანას ასე რომ და საერთოდ მთავარი პრობლემა რომელიც ამ სათათბიროს დღეს აქვს ფინანსთა სამინისტროს მიერ შექმნილ სათათბიროს ეს არის ის დავალება, რომელიც ფინანსთა მინისტრმა მიიღო ბიძინა ევანიშვილისაგან, საქართველოს პრემიერ-მინისტრისაგან და ეხება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობას. პრობლემა რატო აქვს? ანუ პრობლემა კარგად გამიგეთ, პრობლემა ცუდი გაგებით, ანუ პრობლემა ანუ თავარი სამუშაო მიმართულება. თუმცა იქ ხდება მთელი რიგი საკითხების განხილვა ალბათ. ამ სათათბიროს წევრებმა ყველამ წარუდგინა, ყველამ არა, უმრავლესობამ ჩვენი მოსაზრებები და რამდენადაც ვიცი, ახლა ეგ სამუშაო ჯგუფი ფინანსთა სამინისტროში ამაზე ამზადებს და ალბათ უახლოეს შეხვედრაზე იქნება სამუშაო ვარიანტი დარიგებული სათათბიროს წევრებისგან. სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით. და ეკონომიკურ დასთან დაკავშირებით კითხავთ აქვე ჯერ არ არის გამოქვეყნებული პირველადი შეფასება საქსტატის ივნისის შუა რიცხვებში ველოდებით პირველი კვარტალის შედეგებს, თუმცა წინასწარი ინფორმაცია არის 1.7% პირველი კვარტალი და ძალიან ხშირად ისმის დაუშვათ ხელისუფლების წარმომადგენლებიდან იგივე ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ამაზე დასკვნების გაკეთება არ შეიძლება, უნდა დაველოდოთ ამ მონაცემებს. შესაძლებელია თუ არა ამ ეს ანუ 1.7% ანუ რადიკალურად იყოს განსხვავებული იმისგან, რაცაც გამოაქვეყნებს საქსტატი. დაემთხება რეალურად როგორ არის იცით აქ რამდენიმე პრობლემა არის თქვენ კითხვაზე უშუალოდ რო გიპასუხოთ სავარაუდოდ 1.7% გამოქვეყნდება და თუ არა და შეიძლება იყოს 1.6% ან 1.8%. ანუ დიდი ცდომილება არ იქნება და როგორც წესი ეს ასეთი უკვე ტენდენცია არის ჩამოყალიბებული. აქ საუბარია რომ წლის მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის ბიუჯეტ ჩადებულია 6%. და სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებად, მაგალითად ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა პროგნოზი შეცვალა და თქვა, რომ წლის შედეგი იქნება 3%. ბოლო შეხვედრა, რომელიც გაიმართა სათათბიროში, ფინანსთა სამინისტროს სათათბიროში, ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ
მის ხელთ არსებული ინფორმაციით საკმაოდ დიდი ინვესტიციების შემოსვლა არის მოსალოდნელი წლის მეორე ნახევარში, რომელიც აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და ამიტომ ის მყარად არის დარწმუნებული, რომ 6%-იანი ზრდა იქნება. რაც შეეხება სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ პროგნოზის ცვლილებას, ეს ბუნებრივია ახლა რა იქნება და როგორ იქნება, რო შემოვა ეს ინვესტიცია დავინახავ და ასეთი ცვლილება პროგნოზების არა მარტო ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს, სავალუტო ფონდსაც რამდენჯერმე გაუკეთებია, მათ შორის მანამდე სანამ ნაციონალური მოძრაობის მთავრობა მოვიდო და ვარდების რევოლუციის შემდეგაც და როგორც წესი ამას დიდად მედიაც არ აქცევდა ყურადღებას. თუმცა ეხა ისე წავიდა სავალუტო ფონდი ბატონულად, რომ არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, ეს მაშინ ეს დაემთხვა ბიზნე ივანიშვილის ხმამაღალ განცხადებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისამართით, რომ გიორგი ქადაგიძემ გააკეთა პოლიტიკური განცხადება და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე დაასრულა ფონდმა მუშაობა და ისე წავიდა რომ გითხრათ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეს მოხსენება ნამდვილად არ იყო პოლიტიკური მოხსენება. ახლა როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კარგად გამიგეთ, არ ვარ არა მისია და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საუბარებს ეკონომიკური ზრდის ტემპებზე, ეს მის საქმეა, დონდე ელაპარაკოს. აქ ბოლოდ შეიძლება გარკვეული ხარვეზი მიუთითოთ, რომელიც საც ვიმედოვნებ, რომ ბატონი ქადაგიძე გამოასწორებს, იმიტომ რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი როცა ლაპარაკობს ეკონომიკური ზრდის ტემპებზე, არანაკლები ყურადღება უნდა დაუთმოს დეფლაციურ პროცესებს, რომელიც აგერ წელიწადზე მეტია. საერთოდ არ არის არსად საუბარი ამ თემაზე. ამაზე უნდა არა მარტო ამაზე უნდა ისაუბროს, არამედ პოლიტიკაა შესაძლებელი. უფრო ეროვნულმა ბანკმა უნდა გაამკაცროს თავის უფრო შეარბილოს მონეტარული პოლიტიკა. იმიტომ რომ ფულის მასის მიწოდება უნდა გაზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დეფლაციური მოვლენები ხელს უშლის სწორედ ეკონომიკის განვითარებას. ამიტომ ლექციებიდან გამომდინარე მსმენია, რომ იგივე ისეთივე უარესია დავშოთ ინფლაცია, როგორც ინფლაცია. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მცირედი ინფლაცია კარგია ბიზნესისთვის, ბიზნეს პირიქით ხელს უწყობს, რომ გაზარდოს თავის საქმიანობა, დააჩქაროს კაპიტალის ბრუნვა და როცა დეფლაციური პროცესია, მაშინ ბიზნეს არ აქვს ეს ინტერესი. აქედან გამომდინარე პირველი რაც სწორედ იმიტომ რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდეს, ეროვნული ბანკის უმთავრესი ინსტრუმენტი არის ფულად საკრედიტო პოლიტიკა, რომელსაც დღეს ის მონეტარულ პოლიტიკას ეძახის რატომღაც, ანუ თარგმნა დაეზარა ქართულად. ეს ფულად საკრედიტო პოლიტიკაში აუცილებელი არის, რომ ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით მოხდეს ფულის მასის მიწოდების და არა ისეთი რომ გაჭენებული ინფლაცია მივიღოთ ან ჰიპერინფლაცია, მაგრამ ამ დეფლაციური პროცესიდან ინფლაციაზე გადა. თუ ამას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი, რომ ატო ამაზე დეტალურად არის საუბრა ბატონმა ქადაგიძემ, ამ შემთხვევაში ბატონი ბიძინას ეს თუ ეს ქონდა ჩაფიქრებული, სწორია. მაგრამ ეს რომ თქვა შეფასდეს, რომ ახლა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ქონდა პოლიტიკური განცხადება, ეს შეცდომა. თუმცა ფაქტია, რომ ამ განცხადებას შემდეგ განცხადება არ მოყოლია და გასაგები რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და მან ცალკე უნდა გაატაროს, მაგრამ საინტერესოა რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, ანუ როგორი ეკონომიკური პოლიტიკა აქვს. ხელისუფლება რობის გულისხმობ სააკაშვილს? არა, რა თქმა უნდა, მთავრობას გულისხმობ. რას აკეთებს ამ შემთხვევაში? ამაზე უკვე გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ, ახლა გადაცემაში რეკლამის დროა. კვირის მთავარი ეკონომიკური თემა სტუმართან ერთად. ჩვენი პირდაპირ ეთერში ვართ, შეგახსენებთ, რომ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსი, სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს, ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ეკონომისტი პროფესორი ლადო პაპავა და ჩვენ საუბრობთ, როგორი უნდა იყოს და უბრალოდ ჯერ როგორი არის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და როგორი უნდა იყოს. მე როდესაც ამ გადაცემას ვამზადებდი, ბიზნე ივანიშვილის ინტერვიუს გავეცანი, რომელიც მისცა Georgian Times რამდენიმე დღის წინ თუ არ ვცდები და აქ არის საუბარი იმაზე, რომ ორ კვირაში ორი ახალი ფონდის ფორმირების პროცესი დასრულდება. და პრემიერი ამბობს, რომ მისმა მოლოდინმა გადააჭარბა დავშვათ იმას, რომ იყო საუბარი 3 მილიარდზე და აღმოჩნდა, რომ 5 მილიარდის მობილიზება შეიძლება მოხდეს ამ ფონდებში. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ მსგავსი ოდენობის თანხა მოხდეს ამ ფონდებში და რაც თავარია მზად არის თუ არა საქართველოს ეკონომიკა, რომ ამ თანხის ათვისება მოხდეს წელს გასაგებია ბევრია, მაგრამ ანუ 5 მილიარდი არ არის დავშვათ ცოტა თანხა ჩემი აზრით. დიდი მადლობა ქალბატონო ირმა ამ თემის წარმოწევისთვის. ეს მართლა მტკივნეული თემაა და მე მიჭირს ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ ამ ფონდების შესახებ მესმის დეკემბრის ბოლოდან, გასული წლის დეკემბრის ბოლოდან. ჩვენ გასული წლის დეკემბრის ბოლოს მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის დაპირება, რომ ფონდების იდეა არსებობდა და მათ პრეზენტაციას ის განახორციელებდა მხოლოდ მას მერე, რაც დავოსის ფორუმიდან დაბრუნდებოდა. უნდა რომ პირველად ეს დავოსის ფორუმზე წარადგინა.
თავის ფორუმი კი იყო იანვრის ბოლოს. ეხლა გვაქვს მაისის ბოლო. ამის შემდეგ არაფერი ამ ფონდების შესახებ არ თქმულა მაგალითად რატო უნდა იყოს ინვესტორი ქართველი თუ უცხოელი დაინტერესებული რომ ფული ჩადოს სწორედ ფონდში და არა შემოვიდეს პირდაპირ ყოველგვარი ფონდის გარეშე. არ თქმულა როგორი პრინციპით უნდა იმართებოდეს ეს ფონდი რომ ის იყოს გამჭვირვალე და რაბსთავარი არ თქმულა მთავრობის ხედვა რა არის რომელ დარგებში უნდა განხორციელდეს ეს ინვესტიციები და რა ფული ჩაიდება არც ეს არ თქმულა. და შემდეგ კი ბატონო ასე რომ უბრალოდ საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი რომ აქ თავს მოიყრის პრემიერის თან როგორც ბიზნესმენის თან თვითონ პრემიერს რომ უნდადეს ამ ფონდის ფორმირება მაშინ ამოდენობის თანხებზე არ იქნება საუბარია ძალიან დიდი ოდენობა თუნდაც მილიარდერი ბიზნე ივანიშვილისთვის ეს ერთი და მეორე არ იქნება სწორედ მარტო თვითონ თუ აკეთა ეს ყველაფერი ეს ძალიან ბევრ პრობლემას შეუქმნის მასაც და ქვეყანასაც აქედან გამომდინარე ფონდებზე მე მიჭირს რა იმის თქმა მე ის კი არ შემიძლია გითხრათ ახლა 3 მილიარდი შემოვა და 5 მილიარდი მე რა ვიცი ახლა პრემიერ-მინისტრი რადგან იძახებს უნდა ვენდოთ თუმცა არა კონკრეტებს ეს თანხა საიდან შემოდის ჩემთვის თავარი არის ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი როგორ მუშაობს ფონდი მე რატომ ადამიანს ფონდით უნდა შემოვიდეს ინვესტორი და რატო არ შემოვა დაუშვათ ფონდის გარეშე ანუ რას თავაზობს ეს ფონდი ასეთ შემდეგ სავარაუდოდ ვინ არიანის რომელი ქვეყნებიდან რა ტიპის კაპიტალი უნდა შემოვიდეს და ბოლოს რა არის ხედვა მთავრობის ანუ რომელ დარგებს უყურებს ის პოტენციურად მიმზიდველად რომ განხორციელდეს ამ საინვესტიციო ფონდები სოფლის მეურნეობაში ფონდი უკვე შეიქმნა 700 მილიონიანი ცალკე ფონდია და ვეჭვობ რომ ეს ახალი ფონდი 3 მილიარდი იქნება თუ 5 მილიარდიანი ეს მე ნამდვილად არ ვიცი ისევ სოფლის მეურნეობაზე იყოს ფოკუსირებული. ყოველ შემთხვევაში აქ პირველი და თავარი სიტყვა უნდა თქვას მთავრობამ იმ დარგების შესახებ, სადაც ხედავს რომ არის ასეთი პოტენციალი. ერთი დეტალი არის ცნობილი, რომ ამ თანხით ნებისმიერ ინვესტორს პარტნიორობას 25-დან 75%-მდე შესთავაზებენ. ანუ ამ ფონდიდან მოხდება გარკვეული პროექტების დაფინანსება. თქვენ ჩემზე მეტი გწოდნიათ, მე ესაც არ ვიცოდი. არა, ნუ ეს ერთი დეტალი, რაც გაცხადდა აქედან გამომდინარე. ამიტომ იცით რა მე ვისურვებდი რომ ჩვენ ექსპერტებს, პოლიტიკოსებს და რა თავია ინვესტორებს რომ კონდეთ კაფეო წარმოდგენა, თავრობამ რაღაცნაირად უნდა მოახდინოს ამ ფონდების პრეზენტაცია სიტყვა არ მეტყვი, რაღაც დოკუმენტის შექმნას, რომელთაც საზოგადოებას გააცნობს და გააცნობს ინვესტორებს. რა არის ეს ფონდი? არა ის რომ აი ჩვენ გვაქვს შეიძლება მიმდინარეობდეს მოლაპარაკებები და ინდივიდუალური მოლაპარაკებაც არ მომწონს გულწრფელად რომ გითხრათ. საჯაროობა არის აუცილებელი. უნდა გაცხადდეს რომ ეს ფონდი არის ასეთი და შემდეგ ვისაც უნდა ის შემოიტანოს. კი ბატონო ინდივიდუალურად ვისაც უნდა დაელაპარაკონ, მაგრამ მარტო ინდივიდუალური ფორმატით მუშაობა და საზოგადოებამ კითხაობდეთ. არ შეიძლება. ფაქტია ის რომ ხელისუფლება მთავრობა უბრალოდ ფინანსთა მინისტრი აღიარებს გარკვეულწილად იმას რომ ეკონომიკური აქტივობა არის შენელებული და ამას უკავშირებენ იმას რომ გარდამავალი პერიოდია ქვეყანაში ანუ ფორმირება მიმდინარეობს მთავრობის ასე შემდეგ ინსტიტუტების ანუ თქვენ ეთანხმებით იმას რომ ეს არის ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორი ამ შემთხვევაში ეკონომიკური აქტივობა მართლაც შენელებულია ის ფაქტორი რაზეც არის მინიშნება რა თქმა უნდა ეს ობიექტურია მაგრამ გარდა ამისა არის სხვა პრობლემებიც ეკონომიკური აქტივობა შეერფერხა ინვესტიციების მოზიდვამ იმ ბუნდოვანებამ რაც არის საინვესტიციო პოლიტიკაში იმიტომ რომ პოტენციალურმა ინვესტორმა უნდა გაიგოს რას ნიშნავს ეს საინვესტიციო ფონდები თუ მას ეს ინფორმაცია არ აქვს ის ფიქრობს და მოდი დაველოდები ჯერ ამ ფონდებს ეგებ ეს ჯობდეს ვიდრე პირდაპირ შევიდე ხო ამიტომ ესეთი ბუნდოვანი განცხადებები იმავდროულად ხელი შეუშალა მაგალითად იმ გაუგებრობამ რაც მოხდა შრომის კოდექსთან დაკავშირებით ხო შეტანილი თავრობიდან შეტანილი პირველი მოსმენი დამტკიცა და მე ადგეს და უცებ დაიწყეს ცვლილებები თვითონ პრემიერმა არ მოიწონა ის რაც შეიტანეს გაუგებარია თუ არ მოსწონდა რატო შეიტანა ან ისეთმა განცხადებებმა რომ მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე ასევე დაბნეულობა გამოიწვია როგორც იყო ყარსი ახალქალაქთან დაკავშირებით ხო ან იმიტომ რომ ჯერი თქვა სერიოზული კითხვები გააჩინა პრემიერ-მინისტრის განცხადებამ და სულ მალე ბაქოში ვიზიტის შემდეგ კვირიკაშვილმა განაცხადა რომ დაჩქარებული ტემპით მოხდება ხო და თვითონ პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ეს ან იმ განცხადებამ რომელიც იყო ტრანსკავკასიული პოლიტიკა აქ ამ შემთხვევაში თავრობას მე არ ვიტყვი რომ გაურკვეველი პოლიტიკა აქ არ ვიტყვი თუნდაც იმიტომ რომ თავრობას აქვს პოლიტიკურ ძალას რომელიც მოვიდა აქვს წინასაარჩევნო პროგრამა რომელიც ახლა განიცდის ტრანსფორმაციას ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში და როდესაც გამოქვეყნება მოდით მერე ვიმჟელოთ
მაგრამ ხშირად აი ეს გზავნილები საზოგადოებისთვის არ არის გააზრებული. ანუ ჯერ მიდის გზავნილი და მე ხდება იმაზე ფიქრი. აი სწორედ ტრანსკავკასიურ რკინიგზაზე. ჯერ ითქვა რომ უნდა გავხსნათ და მე დაიწყო მსჯელობა რას მოუტანს ეს საქართველოს და რას არ ავნებს. ხო ასე არ ხდება მთავრობის მუშაობა. ჯერ უნდა გაიაზრონ, დათვალონ, შეაფასონ და მე იყოს ამაზე საუბარი. ყველაფერი სამწუხაროდ უგუგმაგვა. ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელსაც ხშირად აჟღერებს პრემიერ-მინისტრის ინვესტორების მისამართით, არის ის, რომ ბიზნესი გათავისუფლდა წნეხისგან, ბიზნესი თავისუფალია, ჩვენ გვაქვს დაბალი გადასახადები, ასე შემდეგ და კიდევ პრემიერი ამბობს, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ეკონომიკაში. თუმცა, ალბათ რაღაც გარკვეული დოზით ხდებოდეს თუ არა სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში. ახლა აქ პირველი ის რომ პრემიერმა ეს განცხადება გააკეთა რომ ბიზნესი განთავისუფლებულია, ეს არის ძალიან კარგი განცხადება, მაგრამ ეს განცხადება არ არის საკმარისი. იმიტომ რომ ბიზნესს ჭირდება კონკურენციის ხელშეწყობა, ხოლო კონკურენციის ხელშეწყობა არ შეიძლება იყოს მხოლოდ პრემიერ-მინისტრის კეთილინება. ამას ჭირდება ინსტიტუციური გამაგრება. ხოლო ინსტიტუციური გამაგრება ნიშნავს ახალი ანტიმონოპოლიური რეგულირების მექანიზმის ამოქმედებას. რომელზედაც მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა არ დასრულებულა. მე გეტყვით რომ კანონპროექტი მზად არის ძალიან კარგი სპეციალისტების მიერ მომზადებული, რომელსაც მე ვთვლი რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ერთ-ერთი კეთება მაფაჩია. დიახ, კი ბატონო. და სამწუხაროდ გაუგებარია სამინისტროს პოზიცია რომ თურმე შემოდგომამდე ეს არ იქნება განხილული. ასე რომ არ ვიცი. აი ეს არ უთქვა, ნუ ხმა მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ განცხადება. ერთ ტელეეთერში მინისტრმა პირდაპირ თქვა რომ იქნება შემოდგომაზე. რა ჩემთვის გაუგებარია, იმიტომ რომ არის კანონპროექტი და მიეცევს სულელობა. თუმცა ამას შეიძლება ახსნა კონდეს შემდეგი. იმიტომ რომ ძალიან ძლიერი არის ბენდუკიძის იდეოლოგიის მიმდევართა ქსელი იგივე ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. თითქმის ყველა წამყვან თანამდებობაზე სწორედ ბენდუკები ზიან და მათ შეუძლიათ დაბლოკონ ანტიმონოპოლიური რეგულირება, თუმცა იქ თავარი პოლიტიკას მინისტრი განსაზღვრავს. მაგრამ თუ მინისტრის გუნდში რჩება ის ძველი იდეოლოგიური ბირთვი და მე არ მესმის რატო არ ცვლის საკადრო პოლიტიკას, იმიტომ რომ არგუმენტი რესურსების ნაკლებობა. ეს საერთოდ მიმაჩნია რომ არც ერთ დარგში არ აქვს საქართველოს ადამიანისეული რესურსის ნაკლებობა. გაახილონ ყველამ კარგად თვალე და დაინახავენ არსებობენ პროფესიონალები. როგორც ეკონომიკაში, ისე ფინანსებში, ისევე პროკურატურაში და ნებისმიერ სტრუქტურაში. გინდათ დიპლომატიურ სამსახურში. უბრალოდ თვალის გახელა საჭირო. თუ შევქმნით მითს რომ არ ყოფნის ხალხი, მერე გაგრძელდება ის რაც კეთდება. რაც შეეხება სახელმწიფო ჩარევა, არ ჩარევა, ეს ძალიან ესე თეორიული პრობლემა არის იგივე. თუ არ ჩაერევა სახელმწიფო თავისუფალი კონკურენცია, რომელიც მხოლოდ თეორიული კონსტრუქცია, ნებისმიერ კონკურენცია მიიყვანს მონოპოლიების შექმნამდე, რაც ეკონომიკისთვის არის საზიანო. არის მთელი რიგი ფუნქციები, სადაც სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, მაგრამ არა ისე, როგორც ამას აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა, როდესაც ხდებოდა ბიზნესის დაყაჩაღება, ბეგარი შეწერა რაღაც პოლიტიკური მიზნებისათვის თუ რაღაც PR აქციებისთვის, აი ესეთი რამე არ უნდა ხდებოდეს. და აუცილებლად უნდა გკითხოთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მე ვიცი თქვენი მოსაზრება ზოგადად როგორ შეიძლება ეკონომიკური კუთხით გეკითხებით ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა დღეს ძალიან გააქტიურდა ეს საკითხი. ანუ პრემიერიც ამბობს, რომ თუ ჩვენ ეკონომიკას ავაღორძინებთ, გარწმუნებთ, რომ თუ გნებავთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზეც კი ეს გადაწყვეტილება გადამწყვეტ გავლენას მოახდენს. ანუ როგორი კუთხით შეიძლება, როგორ შეიძლება დავაინტერესოთ ჩვენ ოსები და აფხაზები აი ამ კუთხით. იცით, რა თქმა უნდა, ეკონომიკური განვითარება არის სერიოზული არგუმენტი, რომ ჩვენ ვესაუბროთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და მათთან ერთად გამონახოთ რაღაც მოდუსი, როგორ შეიძლება ქართული სახელმწიფოს ხელახალი ინტეგრაცია და მისი გაძლიერება, მაგრამ ეკონომიკა არ არის გადამწყვეტი რა. ეკონომიკი ისეთ როგორ არის, თუ ეკონომიკური საფუძველი გაქვს, არ გაქვს. მაშინ ნებისმიერი პრობლემა გიმწვავდება. კიდევ უფრო გიმწავდება, მაგრამ თუ ეკონომიკური საფუძველი გაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემას გადაწყვეტავს. არა, მაგრამ შეიძლება წინ ეკონომიკა არის აუცილებელი პირობა, მაგრამ არ არის საკმარისი პირობა. მე მახსოვს 2005 წლის მარტში, როდესაც შედგა ერთადერთი სხდომა პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭოსი, რომლის წევრი მე დღემდე ვარ, თუმცა ეს საბჭო არ შეკრებულა 2005 წლის მარტის შემდეგ. თემა, რომელიც მე წამოვწია მაშინ პრეზიდენტთან, იყო სწორედ ეს. რომ მოდით ჩვენ ვიფიქროთ იმაზე ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე, რომელიც საბოლოო ჯამში აისახება პენსიების დაზე. თორე უბრალოდ აი ნებისმიერ ადამიანს უბრალოდ პრაგმატული მოსაზრებებიდან თუ მას რუსეთის მოქალაქეობა აძლევს,
ბევრად უფრო მაღალ პენსიას, ვიდრე საქართველოს მოქალაქეობა. რატო იქნება დაინტერესებული ყველაფერი გვერდზე გადავდოთ? რომ გახდა საქართველოს მოქალაქე. საინტერესო დეტალი. ხო, ანუ და მაშინ იყო რომ შევთავაზე რომ გარკვეულწილად ისეთი რეფორმები ჩატარებულიყო და ესე წასულიყო საპენსიო რეფორმაც რომ საბოლოო ჯამში საქართველოს პენსია ყოფილიყო მეტი ვიდრე ეს არის რუსეთში. ეს რა თქმა უნდა ამის გამო ახლა ვიღაც არ იტყვის საქართველოს მოქალაქეობა მირჩევნიაო, მაგრამ როდესაც რუსეთში პენსია უფრო მაღალია ვიდრე საქართველოში, ეს ხო არგუმენტია რომ ამ კუთხითაც იტყვის არ მინდა მე საქართველოს მოქალაქეობაო. არ მე მახსოვს კეთდებოდა აქცენტი იგივე სააკაშვილის ხელისუფლების მთავრობის პირობებში რომ ეკონომიკა უნდა გავაძლიეროთ რომ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი მაგრამ ეს იყო სიტყვების დონეზე მე შემიძლია გითხრათ რომ როდესაც მე ეს თემა წამოვწია სააკაშვილთან ეკონომიკურ საბჭოზე მას არანაირი დაინტერესება ამ პრობლემით არ დაუფიქსირებია ну ეს თქვი და მოისმინა საბჭოს წევრებმა, მოისმინა პრეზიდენტმა და როგორც გითხარით მეტი შეხვედრა ამ საბჭოში არც გამართულა. ასე რომ მნიშვნელობა აქვს რა თქმა უნდა ეკონომიკურ განვითარებას ქვეყნისა, მაგრამ ეს უშუალოდ კონფლიქტების მოგვარებისთვის საკმარისი პირობა, აუცილებელი პირობა. ისევ ინვესტორების თემას მინდა დავუბრუნდეთ ჩვენ საკმაოდ ცოტა დრო გრჩება გადაცემის დასრულებამდე. დღეს გახდა ცნობილი რომ უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს გარკვეული პერიოდით, საუბარია 2017 წლის 1 იანვრამდე შესაძლოა მიწებზე საკუთრების მოპოვების უფლება შეუჭერთ. ანუ მორატორიუმი გამოცხადეს და ეს კანონპროექტი უკვე შესულია პარლამენტში. როგორ ანუ ეს რას გამოიწვევს როგორ ეს საუბარი არის დავაზუსტოთ არა ყველა მიწაზე არამედ სასოფლო სამეურნეო მიწაზე. იმიტომ რომ სასოფლო სამეურნეო დანიშნულებს ეს რო იყო ზოგადად მიწაზე, მათ შორის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულებს ეს პრაქტიკულად შეაფერხებდა ინვესტიციების შემოსვლას. ამიტომ ის საინვესტიციო ფონდი თუ მართლაც პრემიერი თulis რომ შემოვა 5 მილიარდი არანაირი შეზღუდვა არ უნდა დააწესოს არასასოფლო სამეურნეო მიწებზე. სასოფლო სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით გვესმის რომ ეს არის სოფლად ცხოვრები მოსახლეობის დაკვეთა და პრაქტიკულად ეს კეთდება. იგივე ხმაურიანი განცხადებებია მჩინელების მიმართ, იქ იყო ბურებთან დაკავშირებით. ეს პრობლემები სამწუხაროდ არ იყო გააზრებული, სასოფლო სამეურნეო მიწების გასხვისების თემა არ იყო გააზრებული ნაციონალური მოძრაობის მთავრობისა და ალბათ ეს იმით უნდა აიხსნას, რომ დღეს ქართული ოცნების მთავრობა სჭირდება მეტი დრო, რომ წარმოედგინოს რა პრობლემასთან აქვს საქმე. და გარკვეულწილად ჩამოყალიბდეს პოლიტიკაში. ანუ გამოდის რომ 2017 წლამდე დრო ძალიან დიდი აღებულია. საქართველოში, ესე იგი, ქართულ მიწას ქართველი ინდოელს დაუმუშავებს. ანუ მარტივად რო თქვა, ისეთი სიტუაცია იქნება ამ კუთხით. იცით რა, ახლა აქ რამდენიმე მომენტი არის რა. ახლა გავიცანოთ რომ რა ქვია, კახეთში რა მოხდა. როდესაც შაშა ზაფხულში დასეტყვა და მოსავალი დაკარგა ივანიშვილმა 95 მილიონი გამოიღო და მე გვახსოვს სადღაც სატელევიზიო ეთერით როგორ გამოდიოდნენ და გახარებულები ყვიროდნენ მანქანები ვიყიდეთ ხო? ხოლო ესეთი ხალხი არის ზარმაცი ხალხი და გაუგებარი ხო? და შეიძლება ითქვას რომ 95 მილიონიც ეჭვის ქვეშ დგება რამდენად ეფექტიანად იქნა გამოყენებული. ამიტომ როდესაც ჩვენ განვიცდით და კრიტიკულად ვართ დამოკიდებული უცხოელების მიმართ კარგი იქნება რომ ეს კრიტიკული დამოკიდებულება ქონდეს ჩვენი ქართველების მიმართაც, რომლებიც ხშირად თავის ამ მიწას ის არ ამუშავებენ როგორც საჭიროა რომ მოექცენ. თუმცა ის პრობლემა რომელიც იყო გაუგებარი პრივატიზაცია უცხოელებზე, რა თქმა უნდა, ამას გააზრება მეტი შედა. და ბოლო კითხვა, აუცილებლად უნდა გკითხოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დაკავშირებით, როგორც ცნობილია, მინისტრად დაინიშნა პირველი წლის მოადგილე ფიფია, თუმცა პრემიერმა თქვა, რომ ეს არის დროებით, ანუ გამოძიების დასრულება. თავრობას დროებით არის, რომ ეცადეთ, მაგრამ სანამ ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდა. ხო, მაგრამ არ გონია რომ გამოძიება ამდენ ხანს გაგრძელდეს. არაფერი არ არის ისეთი დროებითი, როგორც ყველა დროებითი არის მუდმივი. და თქვენ როგორ გონიათ შესაძლებელია რომ დავით კირვალიძე პოსტზე დაბრუნდეს? ყველაფერი არის შესაძლებელი, რატოა გამორიცხული? ანუ ყველაფერი შესაძლებელი. თუმცა ის კორუფციული ფაქტები, რომელიც მოდით რა წინასწარ ვიტყვით, სასამართლო მიიღოს გადაწყვეტილება უდანაშაულობის პრეზუმპცია ხო არსებობს. გასაგები, ანუ თქვენ ამ პრემიერს ყოველ შემთხვევაში მე ძალიან განვიცდი რომ ეგ ჩემი კოლეგა პროფესორები არიან დაკავებულები და მათ წინაშე წაყენებულია ბრალი. და რატღაც ვერ ვიხსენებ რომ ბევრი პროფესორი დაეჭერო სააკაშვილის რეჟიმს. ერთი ზაქარია ქუცნაშვილის მამა დაეჭირეს პროფესორი და სხვა პროფესორებს ვერ ვიხსენებ და თუ ქართული ოცნების მთავრობა იმიტომ მოვიდა რომ
ჩარეცხილი პროფესორები ახლა დაიჭიროს კიდევაც ეს ჩემთვის პრინციპულად იმედია მიუღებელი. გამოძიება თავის სათქმელს რა თქმა იტყვის უნდა. და აქვე ბოლოს თქვენი პროგნოზი მაინტერესებს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. მე არც ვან გავარ და არც ერთადი გასაგებია, მაგრამ აი დღევანდელი ახლა თუ სიტუაცია ეს გამოდგენილი. რასაც იძახის პრემიერ-მინისტრი რომ შემოვა დიდი ოდენობით მილიარდობით ინვესტიციები ეს ეკონომიკურ ზრდაზე აისახება, მაგრამ თუ შემოვა, ხო? ყველაფერს ვიწყებთ სიტყვით თუ. გასაგებია. მე მაინც მინდა რომ ოპტიმისტურ ნოტაზე დავასრულოთ ეს გადაცემა და მოდი ოპტიმისტურად ვთქვათ, ოპტიმისტურად თუ. კარგით. მე შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ეკონომისტი პროფესორი ლადო პაპავა, სტუდიაში თქვენთვის ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობდა. ჩვენ მომავალ ხუთშაბათს ამ სტუდიაში სხვა თემი და სხვა სტუმრით დაბრუნდებით. მადლობთ ყურადღებისთვის. თავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში.